ნაშასე იაგო ხვიჩია უკვე სტუდიაშია საგამშვიდობისა მადლობა იაგო რომ მოხვედით. მადლობა მოწვევისთვის. წელიც და თვეც უკვე დასასრულისკენ მიდის და ალბათ ერთ-ერთი ბოლო გადაცემა, სადაც თქვენც იქნებით ჩემთან და მოდი შევაჯამოთ მიმდინარე წელი. 2025 წელი. რა მოიტანა წელმა ქართულ პოლიტიკაში თქვენი აზრით? პოლიტიკის მოკვდინება, ძველ ქართულად რო ვთქვათ. იმიტომ რომ მგონი მანამდეც და მაინც მაღალ დონეზე ჩვენ პოლიტიკა გქონდა, მაგრამ აი 2025 წელს მე მგონი სული დალია და ჩვენ ახლა სინამდვილეში არის აი როგორ გითხრათ პოლიტიკური პროცესი ხელოვნურ სუნთხვაზე მიერთებული, კომაშია ჩავარდნილი და დიდი იმედები არ ჩანს რომ აქედან გამოვა ეს პოლიტიკური ღონისძიებები დაგვიანებულია? იცი რა დაგვიანებულია და თან არასწორია რაც ტარდება ის არასწორია ფიზიკურად ამ შემთხვევაშიც და მე ვფიქრობ რომ ეს არავისთვის კარგი წელი ეს არ ყოფილა ჩემი აზრით რაღაცნაირად ისე მოვახერხეთ რომ პოლიტიკურ ნაწილში ხარ ცხადია რომ სპორტსმენისთვის შეიძლება კაი წელი იყო და ბიზნესმენისთვის ვინც ფული იშოვა მაგრამ პოლიტიკური პროცესებიცაც აინტერესებს ან პოლიტიკოსებისთვის ჩემი აზრით ეს ანუ არის წელი როდესაც ახლა უნდა მოვიგონოთ აი ამ სიტუაციას როცა არც პარლამენტი არ გვაქვს და შემოაქვთ ეგეთ განათლების რეფორმას ატარებენ და საერთოდ ვინ უნდა ჩვენს მომავალ თაობას ჩავტარდება განათლების რეფორმა რომლის შესახებაც დისკუსიებიც კი არ გამართულა ან მთელი კანონი შეიძლება იცვლება მთელი ინფრასტრუქტურა ყველაფერი იცვლება და ნუ რა ვიცი მე მაგალითად ავიცი ფიქრობ რომ ჯობია რომ აი თუნდაც არაფორმალურად ტარდებოდეს შეხვედრები და ხვდებოდეთ და ვლაპარაკობდეთ რომ ვიღაც ერთმანეთს გავაგებინოთ რომ შეიძლება შეცდომას უშვებდეს ვიღაც აი რაღაცა შეიძლება არასწორი ასწორი უნდა მაგრამ შეცდომას უშვებდეს რაღაცაში ხო მაგრამ ეს გზა როდესაც გამოაცხადეს და მანდატები დაახია ოპოზიციამ და მათმა დიდმა ნაწილმა არჩია რუსთავის ციხეში ყოფნა ხო არ მეთანხმებით ამაში რომ ეს გზა რაღაცნაირად ოპოზიციამ თვითონ მოძებნა იქით. არა მე ახლა თქვენ შესავალსაც რო უყურებდით და დავიწყე ჩვენი საუბარი რომ აი ამ თელმა ამ პროცესებმა რასაც თქვენ აჩვენებდით ასაც პირობით აქედან ხარის ხელისუფლება პასუხობდა ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია რომ პოლიტიკა მკვდარია და არ არსებობს ფაქტობრივად აი თუნდაც ეს არა ჩემი აზრით არახარისხიანი ხალხი ვინც თავისით გამოვიდა დიდი ნაწილი და ყველაზე შეიძლება ეს არ ვთქვა ვინც თავისით გამოვიდა ხალხი შეიყვანა პარლამენტში და ამათმა უარი თქვეს უბრალოდ უფლებამოსილების განხორციელებაზე ქვეყანა დატოვეს უბრალოდ განსხვავებული აზრის გარეშე პარლამენტი აქციეს ქართული ოცნების ოფისად აი ამ სიტუაციაში როდესაც ეს აგაკ ერთის რეალობა მე ვფიქრობ რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პროცესს თუ ჩვენ არ გამოვნახეთ ამაზე დისკუსიის საშუალება მედია საშუალებები აი ბოლოს როდეს ყოფილა მართლა რამე ტიპის დისკუსია ან დებატები ან კაი პარლამენტი არ გვაქვს მაგრამ ხო პარლამენტზე უარი თქვი, იმიტომ რომ ტელევიზიაში გინდოდა შოუები დაგედგა. ხო ეს იყო, აბა ისე რატომ გამოდიხარ პარლამენტიდან. ამ ტელევიზიაში სხვარავინ არ არჩევს იმ კონკრეტულ რაღაცას, კონკრეტულ თემაზე. იქნება ეს პირობითად განათლების რეფორმა, იქნება ეს შეზღუდვის თავისუფლება, ნებისმიერ საკითხზე. სადაც შენ დაორგანიზებ სერიოზულ დებატს. აი პარლამენტში რო ყოფილიყო ოპოზიცია რა გითხოვს დასვამ და იმათ რა უნდა ეპასუხათ, ანუ რაღაცნაირად რომ სახალხო გახდეს არა პროცესი ერთმანეთის ლანძღვაგინების, არამედ სახალხო გახდეს პროცესი დისკუსიების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აი თუნდაც თქვენ აი პოლიტიკოსების დებატები როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ სიტუაციაში? მე მაგალითად აი გადაცემა რომ უნდა დავგეგმო, ერთი ადამიანი მოყავს ხო? ოპოზიციის ნაწილი. თქვენზე არ მაქვს საუბარი, გიათ ვიტყვი. თუ არ მოსონ ჟურნალისტის შეკითხვაც კი სტუდიაში მიჭირს უკვე მოყვალა ამ ადამიანებს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ აი ვინმე დაგიჭდეთ? აი მე ძალიან მინდა ქართული ოცნების წევრებთან დებატი, კომუნიკაცია, იმიტომ რომ საჭიროა გესმით? ანუ მართლა საჭიროა ქართული ოცნება ახლა რასაც აკეთებს. აბა ეს ხო სადღაც პოლიტიკური პროცესის ნაწილი უნდა გახდეს. სადღაც პოლიტიკური პროცესის ნაწილი რო გახდეს, იქ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ის, ვინც მაგაზე პასუხისმგებელია. მეორე მხარე უნდა იყოს კრიტიკული მხარე და ეს უნდა ანუ ამ აზრთა შეპირისპირების საფუძველზე ჭეშმარიტება იმატება. ხო, მაყურებელმა რამე აზრი გამოიტანოს და კანონის ავტორმა თუ ვინც არის ზოგადად პასუხისმგებელი, იმან ან გადაიაზროს, ან დაამყაროს, ან შეამციროს თავისი არგუმენტები, როგორც არის. თელი აი ეს პროცესი რო არ არსებობს ფიზიკურად. ხო, ამის გამო არ არსებობს პოლიტიკური პროცესი. არ არსებობს ბევრი რამის დამთხევაა თან, არ არსებობს პარლამენტი, არ არსებობს მედია საშუალებები, ყველაფერი ისინი არ არიან ადეკვატურები ამ არსებულ სიტუაციაში, რომ დააკომუნიცირონ საზოგადოების სხვადასხვა სფეროები.
არა აქვს საპატრიარქოს აქტიური როლი, იმიტომ რომ მასაც შეუძლია რაღაცნაირად დაპირისპირებული მხარეები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მასკნას. და ამ საჯარო სივრცეში ფაქტობრივად არსებობს ინსტრუმენტი, რა ინსტრუმენტითაც შენ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვები რაღაცნაირად. ხო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის ასე გაგრძელება ჩემი აზრით წარმოუდგენელია. ხო, აი რა არის გამოსავალი? არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსია რო უნდა არსებობდეს, ამაზე ხო ფაქტი არის. ხო და ან დისკუსია ან ფორმალური უნდა იყოს, ან არაფორმალური უნდა იყოს, ან საჯარო უნდა იყოს, ან არასაჯარო უნდა იყოს, მაგრამ არაფერი რო არ არის. ეგ ხო ყველაზე კატასტროფულია. ხო, მაგრამ შეხედეთ ხელისუფლება თქვენი პარტიის მისამართი მე არ მომისმენია რომ რადიკალური ოპოზიცია ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ ის მხარეები, ვინც ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული, ისინი საერთოდ ხელისუფლებად არ თვლიან და როგორ უნდა დასკნენ საერთოდ სალაპარაკოდ, დღემდე გონიათ რომ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი ქვეყანაში და აი ეს როგორ არის ამა? ხო, ახლა თქვენ ისეთ შეკითხვას შეეხეთ, რომელზედაც მე გამზადებული პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მე ზუსტად ასევე მიკვირს. ფიზიკურად ის რაც ხდება ქართულ ოპოზიციურ ველზე. ანუ ჩვენ იცით რომ კამათი გვაქვს და ეს იხრება იმისკენ რომ ესენი ამათი უდიდესი ნაწილი ყველა ცხადია, მაგრამ უდიდესი ნაწილი მოსყიდულია, ზოგი შეიძლება სულელი იყოს და ამიტომ იქცევიან ისე უცნაურად რომ ანუ მიზეზშედეგობრივი კავშირი მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას და მათ გაცხადებულ მიზანს რუსული რეჟიმის დამხობას შორის არ არსებობს. და შესაბამისად ახლა თქვენ თუ მეტყვით რომ ესენი ასე შვებიან, კი ეს თუ იქნება არგუმენტი. მაგრამ აი ამის მიუხედავად, ანუ აი თუ ჩვენ მართლა არ გვინდა რომ საქმე გაფუჭდეს. არ გვინდა რომ განათლების სისტემაში რამე ისეთი გავაკეთოთ, რომ ამითი დაზარავდეს, ანუ არაფერსკენ არ წაგვიყვანოს, იმიტომ რომ რაც მე თავი მახსოვს. ამ ქვეყანაში სულ განათლების რეფორმა ტარდება. ესა პირველი შემთხვევა ამ ქვეყანაში მეორე, მესამე პირველი ექსპერიმენტი, მეორე, მეხუთე თუ მე-17. ანუ სულ ასე ხდება სხვადასხვა დროს და ყველა ხელისუფლება ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს თემა, რომელიც ბევრ მომრჩევლისგან შედგება თავისი შინაარსით, წაიყვანოს რაღაც გზით, რომელიც მე როგორც წესი არ აღმოჩნდება ხოლმე სწორი, იმიტომ რომ აბა ყოველ წელს ხვალ დაგჭირდება ცვლილებების შეტანა ამ რაღაცაში, ხან ასეთი როა, ხან ისეთი რო არის. შესაბამისად ასად თუ ამაზე არ ხდება გარჩევა. მე თუ არა მაქვს პოლიტიკოს ამაზე დისკუსიების საშუალება. კი ბატონო, ვიღაცა შეიძლება მეტყვის რომ შესულიყავი პარლამენტში, იქ ექნებოდაო. ანუ მე იმ გაგებით არ მეხება ეს რომ მე ანუ ვერ გადავხადავ, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო იქ პარლამენტში ხო საჭირო არის ადამიანი რომელიც გამოვა და იტყვის რომ ხალხო რაღაცა გეშლებათ თქვენ შვილების მომავალს ეხებათ ეს არ არასწორია. სად იაგო ოპოზიცია რომ განათლებაზე ლაპარაკობდეს და ხალხის მდგომარეობაზე საუბრობენ მარტო სანქციებზე, საუბრობენ ახალ არჩევნებზე, ეს პრობლემები ოპოზიციას მე მინდა გთხოვოთ დახმარება. რა შეიძლება გააკეთოს? ან კი ბატონო, მე და თქვენ საუბრობთ, მაგრამ მე ხო გვჭირდება ქართული ოცნების წარმომადგენელი. ან რომელიც ფიზიკურად რამე კონკრეტულ საკითხზე დებატებისთვის იქნება ღია, გახსნილი და მას ექნება უფლებამოსილება, სათანადო უფლებამოსილება ექნება, რომ რასაც ის ლაპარაკობს, თავისი სახელით ყოველთვის რაღაცით ლაპარაკობს. გასაგები. ასევე მინდა თქვენი პასუხი მოვისმინე, წეგან გაგეღიმათ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დღემდე გამოცხადებული ყავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. თქვენთვის, თქვენი პარტიისთვის სალომე ზურაბიშვილი რას ნიშნავს? სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის რომელი მეხუთე, ხო? მეხუთე პრეზიდენტი. რომელსაც ლეგიტიმაცია არასდროს არ ქონია ჩემი აზრით. ანუ ქართველი ხალხი არც მაშინ. ანუ ის იმ შემთხვევაში დანიშნა ბატონმა ბიძინა განშულა. მან თხოვა ქართველ ხალხს, რომ ჩემი ხათრით ეს დანიშნეთო. ქართველი ხალხი უძალიანდებოდა და ანუ აი რა ვიცი როგორ გითხრა ძალიან სწხოვა ბატონმა ბიძინამ ქართველ ხალხს ყველანაირი ფორმით რითაც შეიძლებოდა ეს ხალი ამარჩევინეთო. ავიღეთ და დავდეთო ხო მოვისმინეთ ხო ანუ ახლა კი ბატონო თვითონაც ამას არ უარყოფენ მე რასაც ვამბობ ქართველებს ამას ადასტურებს. ამას რო შენ თვითონ ამბობ მე მისი ლეგიტიმაცია რატო არ ვალდებული რომ მანამდეც როცა იყო მეღიარებინა და ეს კომიკური სიტუაცია ხო არის როდესაც მთელი ოპოზიცია ამბობდა მაშინ რომ მოსყიდულიაო და ძალით გაიყვანეს და რიქა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვაო და დღეს ამ ქალბატონს რო აცხადებენ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად და მოქმედ პრეზიდენტად მაშინ რო დაგვეჯერებინა ამ ოპოზიციისთვის თუ დღეს აია ხო იგარგება რაღაც მე გავამყარებ თქვენს არგუმენტებს ან მახსოვს რომ თავის დროზე ქარტია იყო თემა და ხალხი როგორ ოდებადში რო იდგა ქარტიაზე ხელმოსაწერად და ტელევიზიებიდან მთელი ამბავი მაშინ ჩვენ რო ხელი არ მოაწერეთ ამ ქარტიაზე ჩვენი ბულინგი წავიდა რომ აი ჩვენ რაღაცა თითქოს გავემიჯნეთ რაღაცა პროდასავლურ რაღაცა ჭეშმარიტ ოპოზიციურ დემოკრატიულ რაღაცა უცნაურ პროცესს ხო და ანუ აი დღევანდელი გადმოსახედიდან ვინმეს ახსოვს ეს ქარტია
და ამ ქარტიას ხო გადაყვა მთელი არჩევნები. მთელი 4-5-9-25 მთელი ეს კამპანია და მე ამ ქარტიანად ჩახსნეს სია და წავიდნენ იქ სადაც ახლა არიან. და ამ პროცესის მე რო კიდევ არ ჩნდება, ანუ აქამდე კაი ლეგიტიმურობის პრობლემის არ ქონია აქამდე. აი მე ვადაც კი გავუვიდა სალონეს. მიშაც კი არ შეიწყალა თავის ვადაში. და შენ მაინც არ გამოდიხარ და ანუ არ ამბობ იმას, რაც ამ შემთხვევაში სათქმელია, რომ ქალბატონი სალომეს მიერ მოწოდებული გეგმები სულ იყო მიმართული თავის შინაარსით დესტრუქციისკენ და არა იმისკენ, რომ რამე გამოსულიყო იქიდან. წინააღმდეგობრივი და არა დამაზიანებელი სიამოვნებაში ქართული ოცნებისთვის, არამედ დამაზიანებელი ოპოზიციისთვის და მე ზოგადად ეს რაღაცა მე ხან რვიანი იყო, ხან ასე იყო, ხან ისე იყო და ბოლოს ახლა არ ვიცი რა, მე მგონი ქალბატონი სალომე ნელ-ნელა მაინც გვერდზე გაიწევს და სამუდამო პრეზიდენტი ისე განილევა მისი აჩრდილი. საბოლოო ჯამში თქვათ ეს პროცესები რაც გავიარეთ ამ ერთი წლის თავზე თქვენ თქვით რომ ოპოზიციას მართვის სრულთქვაზე არისო მიერთებულიო. თუმცა იმის რეცეპტიც არა გაქვთ რა შეიძლება იყოს გარდა იმისა რომ ოცნებას მოუწოდებთ დებატებზე დაჯდეთ და რაღაცა თემებზე ისაუბროთ. არა დაგველაპარაკონ კაცო. ხო, თქვენ დაგველაპარაკოთ, მაგრამ თქვენი და ოცნების ლაპარაკი მარტო ხო ვერ უშველის ამ ქვეყანას. არიან ციხეში ადამიანები, ვინც ოპოზიციის დაძახებულზე გამოვიდნენ და იმ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რაშიც აღმოჩნდნენ. აი აქ პასუხისმგებლობა ვისი არის? პასუხისმგებლობა პირველ რიგში მაინც ყველა ვარიანტში ხელისუფლებაზეა, იმიტომ რომ მათ ყავთ ვიღაც დაჭერილი, ვინც დაჭერილი ყავთ. ხო, ისინი ამბობენ რომ დაარღვიეს კანონით, რომ ჩაითვალა ის მოქმედებები კრიმინალად. იქ ვიღაცამ კანონი დაარღვია, ვიღაცა ნამდვილად კრიმინალია, მაგრამ მართლმსაჯულების ის სტანდარტი, რომელიც იყო გამოყენებული და ყველას ერთობლივად კრიმინალად გამოცხადება იქ ვინ რა როგორ ჩაიდინა, ფაქტობრივად ჩემში ბადებს განცდას რომ იქ ხალხი შემთხვევით ზის ციხეში, ანუ ხელს ვინ მოყვება რაღაც შემთხვევითობით, რაღაცნაირად ისე შემთხვევითობით ზის ვიღაცა ხალხი შემთხვევითობით ესროდნენ პარლამენტს. არა, ყველა პარლამენტის სროლის გამო ამას ამბობს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება მე არჯერ ამისი, ანუ მე ინფორმაციით რაც მე მაქვს და ცოტა ინფორმაცია არ მაქვს, მე მჯერა რომ იქ ბევრი ადამიანი ზის ტყუილა. ყველაზე ცნობილი შემთხვევა, ქალბატონ ზიამაღლობელის შემთხვევა, მე არ მგონია რომ დაიჯებოდეს პატიმრობით. და როდესაც ის ყველა მიცის, ანუ იქ ხო ჩვენ არ ვკამათობთ იმაზე ეს მოხდა თუ ის მოხდა. ახელი მოიქნია, არ მოიქნია, მოარტყა, ამას ხო ვკამათობთ. აი ზუსტად ისე ყველაფერი როგორცაც ამბობენ, ის რო ციხეში ზის, ყველაზე ისეთი ცნობილი შემთხვევა. ესე შეიძლება ჩამოვყვებ რაღაცამდე და ასევე ჩამოვყვებ იმას, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე, მაგრამ ვიცი რომ იქ ხალხი ვიღაც უდანაშაულოდ ზის. თუმცა ასევე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ის ხალხი, რომელმაც ეს ადამიანები წააქეზა რაღაცეებისკენ და თვითონ წინ არიდგა. თან მიგვირს ციხეში თუ მაინც აპირებდნენ წასვლას. ბარეთ წინამდგარიყვნენ მასე წასულიყვნენ ციხეში. რაღაცა არ მისულის გამო ციხეში წასვლა ხო იურისტი ხართ. პაატა ბურჭულაძე ტყუილაძის ციხეში. აი პაატა ბურჭულაძე არ ვიცი, მაგრამ პაატა ანჯგალაძე ნაღდა ტყუილაძის ციხეში. და პაატა ბურჭულაძე ხო და იცი როგორ არის რომ იცით როგორ არის რომ აი ანუ აი არა იცი როგორ არის რომ მე ხო არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს. კი როგორ არის იურისტი ვარ. აი რაც ნახეთ სატელევიზიო კადრებით. სატელევიზიო კადრებით ანუ სატელევიზიო კადრებით ვნახე პაატა მანჯგალაძეც. და პაატა ანუ თუ პაატა მანჯგალაძეს დაჭერა შეიძლება ვიცნობთ ამ ადამიანს. ავიცი, ერთად ვიყავით პარლამენტში და ვიცით რომ ეს კაცი რევოლუციონერი არ არის. თან ისიც ვიცით რომ ეს ქართულმა სტრემამაც იცის. ზოდელოვა რევოლუციონერი. ნახე. ეს ადამიანები, ეს ერთი ადამიანი, რომელიც თუნდაც ვიცი რომ ყველაზე ციხეში. ჩემთვის ანუ მე არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მართლა რომ დამნაშავე მეგონოს, რომელიღაცა მათგანი კონკრეტულად გამოაცხადო ისინი დამნაშავეებად, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ვიცი, სასამართლოს რეპუტაციად ვიცი. და ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ერთნაირად უყურებს. აი, ყველა ადამიანს, რომელიც რაღაცაში მონაწილეობს, თუნდაც ყველა ერთნაირი ყოფილა. მე არ მიჩენს იმის განცდას, რომ არ იყო პასუხისმგებლობა და თქვა რომ ვიღაცის რაღაცაში, რაღაცა ნიშნები ვნახე. ანუ პაატა ბურჭულაძეს ეს დამხობა არ უნდა და ხელისუფლებას. არა, ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია. რასტიშ. ახლა ამ სპეცოპერაციაში როლები როგორ არის გადანაწილებული, ზოგს აქვს რევოლუციონერის და დამახობელის როლი. და ასე უნდა იყიროს, მაგრამ მე ამ როლის განხილვებში არ შევალ. მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც ვიცნობ ამ ამბიდან. აი მეორე ირაკლი ნადირაძესაც ამბობენ ეგეთ შემთხვევით მოხვედრილიო, მაგრამ პირველად არ ვიცნობ ამ კაცს და ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ არ იმაზე რას ამბობენ დანარჩენებზე რას ამბობენ ზოდელავაზე და ბურჭულაძეზე. ხო დანარჩენზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გითხარით ჩემი არგუმენტი, რატომაც არ ვენდობი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ, თუნდაც გარდა იმისა რომ კანონში რო წერია რომ მოწოდება, რაღაცის მოწოდება რომ უკვე კრიმინალია და ციხეიჯება, ამას არ ვეთანხმები. გესმის, არ შეიძლება. მოწოდება არის გამოხატვის თავისუფლება. და გამოხატვის თავისუფლების გამო კაცი ციხეში არ უნდა იჯდეს. და თუ თქვენ მეკითხებით
ზოგადად ამ ქმედების გამო უნდა იჯდნენ თუ არა ესენი ციხეში გამოხატვის თავისუფლება მაგრამ მაგრამ თუ ხელისუფლებას აქვს იმის მტკიცებულება რომ ბატონი პაატა ავტომატით ხელში საღამოს გადაწუნწულდებოდა ვიღაცა მის მეგობართან რომელიც ახლა ისევ ციხეში ზის თუნდაც მეორე პაატასთან ისინი მაშვებოდნენ ერთმანეთში საუბრობდნენ მსჯელობდნენ როგორ დაემხოთ ხელისუფლება როგორ სადღაც შევარდნილიყო ეს ყველაფერი და მე რაღაცა ფაქტორმა პირობითად ვიღაცამ არ უღალატა ბატონ ბიზნეს რაღაცა ფაქტორმა ეს ამბავი შეაფერხა მე კი ბატონო ანუ ღია ვარ ამ დისკუსიისთვის გავხსნათ ეს დისკუსია არის ეს მტკიცებულებები კი ბატონო უბრალოდ პაატა მანჯგალაძეზე ვერ ვიჯერებ მაგრამ ოკეი მე ხო შეიძლება ვწდებოდე ხო და თუ არ ვწდები კაცო ეს კაცი გამოსაშვებია ვიცით რომ ადამიანი 9 წლიან სროკზე მიდის ბოდიში ჟარგონისთვის და რის გამო რომ სადღაც სელფი გადაიღო პაატა ბურჭულაძესთან რაც არ უნდა ცუდი კაცი იყოს პაატა ბურჭულაძე რა ვიცი ჰიტლერის გვერდზე გადაღებული ხალხის სურათები ისინი არ ყოფილიყო კრიმინალები და პაატა ბურჭულაძე რატო არის ასეთი რომ პაატა ბურჭულაძის თქვათ ეროვნული გმირობის ცოტნედადიანობის თუ არ ვიცი ის მოწოდებები რასაც თქვათ პაატა ბურჭულაძე აკეთებდა 4-ში დავიწყებთ 4-ში დავასრულებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები ახლა ხალხს ეკუთვნის და უნდა გავემართო და წამოვიღოთ ეს ყველაფერი თქვენ იქ გიშოსების გადანგრევა და მე შემდეგი თქვა რომ გადახერხილი იყო თუ არ ვიცი რა იყო აი ამაში თქვენ ფიქრობთ რომ გამოხატვის თავისუფლება იყო ეს არა მე ხო არ ვიცით ხო ანუ პაატა ბურჭულაძე მე არ მინახავს ხოთა შორის რომ არ მჭერებდა იმას რა ქვია იმის დაძახებულზე და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო დაძახებულია მნიშვნელობა მე ხო გითხარით გამოხატვის თავისუფლება ეს გამოხატვის თავისუფლება იყო ის გადანგრევა თუ რა ხო და აი ამაში გადანგრევა არა როცა რაღაცას ხელს მოკიდებდა და დაანგრევ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება ეს სხვისი საკუთრების ხელყოფაა მაგრამ მე გამოვდივარ და ვიძახი პირობითად რომ ვარ ნაპოლეონი შემომიერთდით ხალხო უნდა ავიღო ბიზნეს სასახლე თქვათ ან კანცელარიის შენობა და ამის გამო მე დამიჭირო ხალხს მოუწოდებდი იმასთვის რომ ეს არაფერ შუაში არ არის მაგრამ ეს ვინაიდან იმდენად არაფერ შუაში არ არის და იმდენად უცნაურად გამოიყურება მე რატომღაც მგონია რომ ვიღაც ადამიანები აქ როგორც პერსონაჟები მონაწილეობენ მაგრამ გითხარით რომ ერთი ადამიანი ის პაატა მანჯგალაძე მე მგონი მაგის პერსონაჟიც არ არის რომ ფულის გამოიჯდეს ახლა ციხეში მასეც არ უყურებდა ამიტომ რავი აი მინდა რომ გამიჯნოს ხელისუფლება მინიმუმ რომ თავოყარე ადამიანის ინტელექტმა დაიჯეროს რომ რაღაცა ხდება მართლა რავი ღია უდანაშაულო ხალხი ციხეში არ დაიჯდეს კიდევ ერთი თემა რომელიც იყო ეს იყო გამჭირვალობის შესახებ კანონი რომელიც ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა რუსულ კანონად გამოაცხადა და შემდეგ ფარას კანონიც მიიღო პარლამენტმა ამ კანონმა რა აჩვენა აი რითი დაზარალდა ქვეყანა როდესაც მიიღეს ეს კანონი მეორე დღეს აცხადებდნენ რომ რუსეთის ის ქალაქი დამავიწყდა იქ გავიღვიძებთო ჩელიაბინსკში ხო და გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში ამ კანონის მიღებით არ ვიცი რა ჩელიაბინსკი მე მგონი და საქართველოს მე მგონი ფაქტობრივად განსხვავებულია მაგრამ თუ თქვენ იმას მეკითხებით რომ ჩელიაბინსკს და საქართველოს საერთო აქვს თუ არა რამე ერთმანეთთან კი სამწუხაროდ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ და სამწუხაროდ ჩვენც მემკვიდრეობით როგორც რუსეთს საქართველოსაც მემკვიდრეობით ერგო ერთპიროვნული მართლობის სისტემა ჩვენ ყველანი იქიდან მარტო ის ვიცით აი ამ კანონმა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქე რომ აი გადმორიცხვებს ვერ მიიღებთ ემიგრანტები ფულს ვერ გამოგიგზავნიან მშობლები ესეთ განცხადებები ისმოდა რითი დაზარალდა საქართველოს მოქალაქე რა გააკეთა ამ კანონმა ან მოდი ესე შევხედოთ ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ იცით რა შეასაქმე ნახეთ ქართულ ოცნებას ზოგადად მათ შორის ამ კანონში და ამ ყველაფერში გაუმართლა იმ გაგებით რომ აი იმ ნარატივს რომელსაც მან ბრძოლა გამოუცხადა და ეს ნარატივი მცდარია ასევე ჩემი აზრით აი დასავლეთის სახელით შემოტანილი რაღაცა ცრუ ღირებულებები რომელიც სხვადასხვა ფორმით რომელსაც NGO-ები ასხივებდნენ ეს გამოიყენა ქართულმა ოცნებამ იმისთვის რომ ზოგადად თავს დასხმოდა მათ შორის ჩვენს პარტნიორებს მათ შორის დასხმოდა ხშირად სწორად იმიტომ რომ ისინი შეცდომებს უშვებდნენ და არასწორ ხალხზე დებდნენ ფსონს როგორც ჩვენი NGO-ს სექტორები და ასე შემდეგ იყო უბრალოდ ამას ქართული ოცნებების გამართლება ქვია იმას რომ იქიდან ტრამპის არჩევამ რაღაცნაირად მათ მისცა საშუალება რომ მარტო არ დარჩენილიყვნენ ესე რომ ვთქვათ ამ რაღაცასთან მაგრამ ხედვებში ერთია ტრამპის მაგრამ დღეს იცით რომ ტრამპს გამოუცხადეს ასევე ბრძოლა ანუ დღეს ნახე რა გამოვიდა რომ აქამდე სულ ტრამპის ხარეს იყვნენ deep state იყო ევროპა და დღეს გამოვიდნენ და ტრამპს რო დაარტყეს რაღაც თვალსაზრისით გამოვიდა რომ აი deep state-მა ესენი ჩაითრია იმიტომ რომ ესენი ევროპის ხარეს აღმოჩნდნენ ანუ ტრამპს ახლა გამოუცხადა ბრძოლა მაშინ როცა ის ევროპასთან და deep state-თან ასე ბრძოლაშია შათირიშვილის წერილს გულისხმობთ რა თქმა უნდა მაგრამ ახლა რავი
იმედი არ გააშუქებს ხო ქართული ოცნებისგან ძალიან განსხვავებულ წესს და ქართული ოცნების კომენტარებიც იყო წევრების კრიტიკული ტრამპის მიმართ ამ ნაზრებიდან გამომდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე ნახეთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით დამაბნევილიც არის მათ შორის იმიტომ რომ გამოდის რომ ახლანდელი პოზიციით ანუ ტრამპი ებრძოდა ევროპაში deep state-ს და ბიუროკრატიას შენც უნდა გებრძოლა მაგრამ შენ ბიუროკრატიას კანონებს და რაღაცებს ევროპული ბიუროკრატიის ახსნა გამარტებითი ბარათებით ღებულობ მათი რაღაცა გინდა და ახლა ტრამპი გამოაცხადა უკვე ღიად ფაქტობრივად შეიძლება ქართული ოცნების თვითონ ევროპის დაინტერესება ყოველდღე თქვათ აი ამ კანონების გარეშ ამ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით ის განცხადებები რაც ისმოდა ევროკავშირიდან ხო ღიად იყო გასული რომ უკან გაიწვიეთო მოითხოვდნენ ეხლა ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები რომ თანხების გადმორიცხვა უჭირთ არასამთავრობოების თვის და ეძებენ ალტერნატიულ გზებს რატომ არის ევროკავშირი ასე დაინტერესებული რომ ეს თანხები მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ხო, თავისიანების გადაჭერას ცდილობენ. რავი, ამათთან თანამშრომლობთ ამდენ ხნის განმავლობაში. ბერძოლი ურთიერთობები რაღაცა ასეთი მოკითხები დემოკრატიის განვითარებისთვის მოდიოდა ეს თანხები. დემოკრატია გააჩნია ვის როგორ ესმის მე ხო არ ვიცი იქ ორივენაირი ხალხი იქნება. ვინც გულწრფელია რაღაცაში და ვინც ჩვეულებრივად მუშაობს კარგ ადგილას და შესაბამისად რაღაც ორგანიზაციებს ეხმარება და ამის ფულს შეულობს. მე ხო არ ვიცი რომელი მათგანია, მაგრამ მე ვიცი რომ ხა NGO სექტორები და მან არჩეული ხალხი ან რაც მათ გააკეთეს საქართველოს რაღაცას ისინი. აკეთებდნენ ჩემი აზრით არ იყო სწორი მიმართულება და მე მოხარული ვარ რომ ამერიკელები ამას მიხვდნენ თვითონ. ანუ ქართულ ოცნებამ დამთხევა ამას ნიშნავს რომ ამერიკელები თვითონ მიხვდნენ რომ აი ეს NGO სექტორის ეს ქსელი რაც იყო უბრალოდ არაფერ შუაში არ იყო ამერიკული ღირებულებების გავრცელებასთან იმათმა იქიდან ჩახსნეს აქედან ქართულ ოცნებამ ჩვენ ხო ამაზე ადრე ვხსნიდით ამათო. და მე ვინაიდან ამათი ნაწილი ევროპელმა ბიუროკრატიამ გადაიბარა ქართულ ოცნებამ დაუწყო გადმოიტანა ეს ბრძოლა აქეთ უბრალოდ მართლა ტრამპზე დარტყმა რატო იყო საჭირო ვერ მივხვდი იმიტომ რომ მე ფიქრება დიპლომატმა ხო არ გადაიბირა ჩვენები მე. მადლობა იაგო ხვიჩია